თხის რქებისთვის 2025 წელი პლუტონის ტრანზიტი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში თქვენს ფინანსურ საკითხებს გააქტიურებს. აქ ზოგთან შესაძლებელია ინტენსიურად ჩაერთოს ძალიან დიდ ბიზნეს საკითხებში, სადაც გაუმჯობესების თემები შეიძლება წამოიღოს ფინანსურ საკითხებში, აუღოს ფინანსურ საკითხებში, შესაძლოა ისეთი ფინანსური კანალის გახსნა, სადაც დიდ მოგებაში გაგიყვანს ზოგთან პირიქით, აქ შესაძლებელია იყოს დანაკარგები. მარტის ბოლოს ნეპტუნისა და სატურნის ტრანზიტი მაისში თქვენს მეოთხე სახლს შეეხება, აქ შესაძლებელია ჩახლართოს ზოგიერთთან ურთიერთობა ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან, მტკივნეულ თემები შესაძლებელია წამოწიოს. ამ პერიოდში ოჯახში საიდუმლო საკითხები, რომელიც არსებობდა, შეიძლება ამის გამომჟღავნების თემა იყოს, ან ისტორია, რომელიც მაგალითად ნაშვილობ ბავშვთან იყო დაკავშირებული, ამის გამოაშკარავება მოხდეს, ზოგს მოუნდეს სახლიდან წასვლა მაგალითად და ემიგრაციის თემები. შესაძლებელია ერთ-ერთი მშობლის ავადმყოფობა და პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ოჯახზე, დაძაბულ სიტუაციას იწვევს ეს პერიოდი ოჯახში. დაბნელებები მარტი-სექტემბრი შესაძლებელია კონტაქტებზე გაგიყვანოთ ახალ ნაცნობებთან, დაინტერესდეთ სწავლებით, ზოგი სავაჭრო საკითხებით, ბევრი გადაადგილებები, ზოგი დაინტერესდეთ მაგალითად ინფორმაციის მიღება, გაცემის თემებით. მოკლედ, კონტაქტებისთვის, საინტერესო ხალხის გაცნობისთვის ძალიან კარგი პერიოდი იქნება თქვენთვის ეს პერიოდი. მიღლობებს მოგცემთ რაღაც საქმეში, ინტუიციურობა იქნება თქვენთან ძალიან მაღალი, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ყველა საქმეში, განახორციელოთ აუცილებლად თქვენი იდეები, უხელმძღვანელოთ საქმეს, სადაც ჩართული ხართ ერთიან საქმეში, აქ მოგცემთ ძალიან კარგ შესაძლებლობებს. რეტრო ვენერა ისევ და ისევ თქვენს მეოთხე სახლს შეეხება, აქ შესაძლოა იყოს დანახარჯები, ძველი ვალების საკითხები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების განახლება, ან სახლში რაღაცა პრობლემური საკითხების მოგვარების თემებისთვის გამოიყენეთ ეს პერიოდი. ზოგი შეიძლება რომელიც გაშორებული იყავით მეუღლესთან, ეხლა მოხდეს თქვენი შერიგება და აღდგეს ურთიერთობა. ივნისიდან იუპიტერის გადასვლა კიჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხება, აქ შესაძლებელია იყოს რაღაცა გაზვიადებული თემები პარტნიორულ ურთიერთობას გულისხმობ როგორც პირადი, ასევე საქმიანი კუთხით. აქ შესაძლებელია ურთიერთობებში იყოს გაზვიადებული კამათის ალბათობა, შესაძლოა ავტორიტეტ ხალხთან დაძაბული სიტუაციები, პრობლემების გაბერება, ზოგთან კი პირიქით შემოიტანოს ქორწინება, ან უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობები, ან პირიქით გამოიწვიოს აქ მტრების სიმრავლე. აქ მოკლედ თქვენთან ხელშემწყლელი ფაქტორები ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გადალახოთ ეს პერიოდი. ივლისიდან კი ურანის გადასვლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, აქ შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს თქვენ სამსახურში, თქვენ საყოფ ცხოვრებო საკითხებში, თქმა შეიცვალოს სამსახური, ან შეიქმნა სამუშაო ადგილას უჩვეული გარემო, სასურველია ყურადღება მიაქციოთ ამ პერიოდში აუცილებლად ჯანმრთელობას, ზოგიერთი კი დაინტერესდეს არასტანდარტული უჩვეულო მკურნალობის მეთოდებით ამ პერიოდში. მერწყულებისთვის 2025 წელი ძალიან ინტენსიური წელი იქნება, რადგან პლუტონი გადავიდა თქვენს ნიშანში, რომელიც აქ ჩამოგიყალიბებს სიძლიერეს, ნებისყოფას, ძალაუფლების ნებას, ხის ხასიათს ჩამოაყალიბებს, მოგინდებათ საკუთარი მეს მთლიანად ტრანსფორმირება. ეს ტრანზიტი გაგხდით ქმედით უნარიანს და ენერგეტიკულად ძალიან ძლიერს. ხისტი და დამანგრეველი სიტუაციებით შესაძლებელია ზოგიერთთან წამოწიოს, ან მოგიწიოთ თავის დამკვიდრებისთვის ძალიან დიდი ბრძოლა. მარტის ბოლოს ნეპტუნისა და მაისში სატურნის ტრანზიტი აქ გაზრდის თქვენს კომუნიკაცია, აქ იზრდება თქვენთან ინტუიციურობა, რაც დაგეხმარებათ უტყუან მართლის გარჩევაში. აქ იქნება სამეზობლო შეცვლა, ზოგთან შესაძლებელია უცხოელი პარტნიორები, მოგზაურობები, ზოგს თვითშემეცნება მოუნდეს ამ პერიოდში, ბევრთან შესაძლებელია ჩამოაყალიბოს ძალიან საინტერესო კონტაქტები.
ბევრი განასხვავებს ამ პერიოდში საჭირო და არასაჭირო კონტაქტებს. დაბნელებები მარტი-სექტემბრით, რაც შეეხება, ეს იქნება ფინანსური საკითხები, თქვენი პრიორიტეტები, თქვენი სურვილები, ზოგთან შესაძლებელია აქ გახსნას ფინანსური კანალები, ზოგთან პირიქით პრობლემური გახადოს ეს პერიოდი. ბევრი შესაძლოა თავის სურვილებისა და პრიორიტეტების განხორციელება შეეცადოს და რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი იქნება, იაქტიურეთ და რა თქმა უნდა აუცილებლად გამოგივათ. მარტის ბოლოს რეტრო ვენერა აქ ისევ და ისევ თქვენს ძველ საქმიან პარტნიორულ თემებს შეეხება, ნათესავებთან პრობლემური საკითხების მოგვარების თემებს, ან პირიქით შეიძლება გააბუჯოს ამან რაღაცა საკითხები, ძველი მიუწვდომელი სწავლის განახლებით, ან ზოგთან დაბრუნდეს ძველი სასიყვარულო ურთიერთობა. ლილიტი მორიელში კი აქ გაფრთხილებთ არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციებში, განსაკუთრებით სამსახურში. აქ ემდეთ აუცილებლად ინტუიციურობას და ისე იმოქმედეთ, რადგან აქ თქვენს ავტორიტეტულობა შესაძლებელია შეეხოთ ან ავტორიტეტი ხალხისგან გაფუჭებულ სიტუაციას, ხდება ცნობების ალბათობა ძალიან მაღალი და ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი მოქმედებები. არ გახდეთ ამ პერიოდში შურისძიების და მანიპულაციის მსხვერპლი უფროსებისგან, ადამიანებისგან, რომელთანაც მუშაობა გიწევთ. ივნისიდან კი იუპიტერის გადასვლა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში აქ მოიტანს თქვენს სამსახურში, თქვენს ყოველდღიურ, თქვენს პრაქტიკულ საკითხებში განახლების თემებს, ზოგთან კი ახალი სამსახურეობრივი თემები შესაძლებელია წამოიწიოს. ხოლო ივლისიდან ურანის გადასვლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში აქ აქტიურებთ სასიყვარულო ურთიერთობას, ახალი მეგობრების შეეძენას, შესაძლებელია ზოგმა ჰობი მოულოდნელად პროფესიად აქციოს, კი აქტიურად ჩაერთოს, გამოავლინოს საკუთარი თავის საზოგადოებაში, ფინანსური საკითხების მოგვარების კუთხით ძალიან კარგი პერიოდი იქნება, შეგიწყობთ ეს ხელს ეს პერიოდი ამ კუთხით, უარყოფითი კუთხით, აქ შესაძლებელია იყოს სიყვარულის დანაკარგები და პრობლემები მეგობრებთან. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ. თევზებისთვის კი 2025 წელი მნიშვნელოვანი ძალიან საინტერესო წელი იქნება. პირველ რიგში თქვენს ნიშანში სატურნი გაგანთავისუფლებთ ამ მკაცრი და დამჯერი პასუხისმგებლობებისგან, რაც გაიარეთ, ხოლო მერწყულში მოძლავი პლუტონი აქ თქვენს მე-12 სახლში ხდება, რაც მოგცემთ უნარს ღრმად ჩაწვდეთ თქვენ შინაგან მეს, ბევრს გაგანთავისუფლებთ იმ ტანჯისგან, იმ მიჯაჭვულობისგან, რაც აქამდე გაწუხებდათ, ქვეცნობიერ დონეზე წამოწევს აქ ძალიან ძლიერ ტრანსფორმაციულ საკითხებს, ბევრს სურვილი გაუჩნდება, გამოიკულიოს მისტიკა, ჩაერთოს ეზოთერიაში, ფსიქოლოგია, უარყოფითი კუთხით შესაძლებელია აქ იყოს შიშები, ფობიები, მტკივნეული საკითხები პარტნიორებთან, რომელთანაც მიჯაჭვულობები ქონდა, სულაც მოიპოვოთ ფარული გავლენა და ძალაუფლება, ან ამ პერიოდში შესაძლებელია გააქტიურდნენ ფარული მტრები. ნეპტუნის ტრანზიტი მარტის ბოლოს და მაისიდან სატურნის თქვენთან ფინანსურ საკითხებს შეეხება, აქ მოულოდნელი კანალის გახსნა შესაძლებელია მოხდეს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ფონზე, რა თქმა უნდა, მეტი პრაქტიკულობა და დაგეგმარება მოგიწევთ ფინანსური კუთხით, უარყოფითი კუთხით, აქ შესაძლებელია ფინანსური სიმყარის მოულოდნელი ჩამოშლა და გრევა. დაბნელებები თქვენს ნიშანში მარტი-სექტემბრის მოგცემთ შეიცნოთ საკუთარი თავის საუკეთესოდ. ასევე თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხება. ზოგთან შესაძლებელია აქ საბედისწერო ადამიანი შემოიყვანოს თქვენთან, ზოგი ჩაერთოს საჯარო საქმიან ურთიერთობებში, ზოგთან კი შესაძლებელია გათამაშდეს ჯანმრთელობის საკითხები, მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ ამ პერიოდში საკუთარ თავზე. მარტში რეტრო ვენერა ისევ და ისევ თქვენს ფინანსურ საკითხებს გააქტიურებს, შესაძლებელია ზოგმა მოაგვაროთ ის ფინანსური პრობლემები, რაც არსებული იყო თქვენში, პირიქით ზოგთან კი პრობლემები წამოწიოს ამ კუთხით. ასევე თქვენს არსებულ პრიორიტეტებსა და სურვილებზე შესაძლებელია მოგიწიოთ მუშაობა, ზოგთან კი პირიქით ძველი სასიყვარულო ურთიერთობების, ძველი პარტნიორული ურთიერთობა აღადგინოს. ლილიტის გადასვლა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში აქ გაცილოთ შესაძლებლობებს უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, მოგცემთ მეტ ინტენსივს, აქ ინტუიციურობა იქნება თქვენთან გაზრდილი და გამოიყენეთ აუცილებლად. იუპიტერის გადასვლა ივნისში
კითხები ზოდიაქოს ნიშანში კი შემოგიყვანთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობას. ძალიან საინტერესოს გახდის ამ თემებში. შესაძლებელია აქ იყოს ასევე ქორწინებას, მოკლედ ყველაზე საინტერესო პერიოდი იწყება თქვენთვის თევზებო. კმაყოფილების გაფართოების, თქვენი სურვილის ჩამოყალიბების, ასევე ფინანსური საკითხების მოგვარების თემებს. ივლისიდან ურანის გადასვლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში აქ შეეხება თქვენს ოჯახურ თემებს. აქ შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები იყოს, შემოიტანოს ოჯახურ საკითხებში მოულოდნელი სიტუაციები, რომელიც შოკის მომგვრელი შესაძლებელია იყოს. ზოგს კი მოუნდეს სახლიდან წასვლა, ემიგრაციის თემები, რაღაც არასტანდარტული პერიოდი შესაძლებელია იყოს ამ პერიოდში თქვენთან. სახლის თემებზე ბევრი დანახარჯები ან რაღაც დანაკარგები. მოკლედ წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ. კარგი 2025 წელი ყველას.